ახალი დილა, ახალი ინფორმაცია, ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, სოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. ყოველ სამუშაო დღეს, დილის 7 საათიდან დღის 12 საათამდე. ეს არის დილის არხი, რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დილის არხის ფორმატში 11 საათი 18 წუთი გახლავთ. და როგორც დააკვირდით, ჩვენ ახლა პირველი ბლოკის ტურის პარკლებში სატელეფონო დიალოგი გვექნება და ვეცდებით ჩვენი რესპონდენტისგან გავიგოთ უფრო თუ რატო უყურებენ ნეგატიურად ექსპერტები იმ განათლების შესაძლებლობას, რომელიც ასე ვთქვათ, იმპროვიზაციულად გახდა ტოტალური დისტანციური განათლების სახით და რა რისკებს შეიცავს იგი, ამ ყველაფერზე ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება რომ გავისაუბროთ ახლო დამცველის მოადგილეს ეკა სხილაძეს. დილამშვიდობისა, ქალბატონო ეკა, გესმით ჩვენი ხმა? დიახ, მოგესალმებით, მადლობა გიხდით მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რო გვერდით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ეკა, მოკლედ თქვენ იმუშავეთ მასალაზე, რომელიც მსოფლიო ექსპერტების ანალიზს და მათ დასკვნას შეეხება დისტანციური სწავლების შედეგებთან მიმართებაში, რაც ასე ვთქვათ, ტოტალურად მთელ მსოფლიოში გავრცელდა, იმიტომ რომ დისტანციური სწავლება არ არის ასე ვთქვათ ახალი ხილი. თუ შეგიძლიათ გითხრათ, როგორია ეს საერთაშორისო განწყობა ამ განათლების შედეგებთან მიმართებაში და შემდეგ უკვე საქართველოს რეალობაზეც ვისაუბროთ. დიახ, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა ერთი მხრივ გავლენა მოახდინა განათლების უფლების განხორციელებაზე, იმ მხრივ რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება შეჩერდა, გადავიდა ონლაინ დისტანციურ რეჟიმზე და საქართველოს ცხადია დადგა ამ გამოწვევის წინაშე, რომ საგანმანათლებლო მასალები, რესურსები და სივრცე მთლიანად მოერგო პანდემიით შექმნილ რეალობასთან. სამწუხაროდ განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ეს დისტანციური თუ ონლაინ სწავლების მეთოდები გარკვეულწილად ადაპტირებული იყო საგანმანათლებლო სისტემებში, ჩვენთან უფრო მეტი გააყრევა გაჩნდა და ამას ცხადყოფს არაერთი კვლევა, რომ იმ ქვეყნებში, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში დაახლოებით მოსწავლეთა 94%-ზე იქონია პანდემიამ ნეგატიური გავლენა, მაშინ როდესაც საქართველოში და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ეს გავლენა დაახლოებით 99% მოსწავლეებს შეეხო, რაც ცხადია საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რამ განაპირობა ის, რომ ასეთი მაღალი იყო გავლენა საქართველოში და სხვა ქვეყნებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ძლიერი. მთავარი პრინციპი ონლაინ და დისტანციური სწავლების არის საინფორმაციო საკომუნიკაციო საშუალებებთან ცდომა და ეს თავითო გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში ზოგადად, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახების იმისთვის, რომ მათ მოახერხონ ვთქვათ, საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობის პირობებში შეძენა, მორგება. ვიცით, რომ მრავალშვილიან ოჯახებში ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან პარალელურ რეჟიმში სჭირდებოდათ მათ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება და მოკლედ არაერთი გამოწვევა, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ დაგვიდგა და კიდევ ერთ გამოწვევაზე ვისაუბრებ, ეს იყო თავად პედაგოგთა მზაობაც, რადგან გამოიკვეთა ჩვენი სწავლით, რომ თავად პედაგოგებსაც არ ჰქონდათ საკმარისი უნარჩვევები იმისთვის, რომ ონლაინ სწავლებაზე, ასე ვთქვათ, ადაპტირებულიყო მათი საქმიანობა. კაცეგებია, ქალბატონო ეკა, მოკლედ ის რომ ერთგვარად მოულოდნელად შემოვიდა ტოტალურად ასეთი განათლება ჩვენს დღის წესრიგში და ბევრი პედაგოგისთვის, რომელიც ასე ვთქვათ, კლასიკური მეთოდით ატარებდა გაკვეთილს არა მხოლოდ პედაგოგების სასკოლო, არამედ უმაღლესი სასწავლებლის ლექტორები, არაერთისთვის არც ისე მარტივი გამოდგა ამ ყველაფერთან ადაპტირება. მაგრამ ტექნიკასთან გამკლავება ასე თუ ისე კიდევ მოხერხდა, იმიტომ რომ იქ შიდა რესურსი ჩაერთო, მაგალითად უმაღლესი სასწავლებლების, იქ მასწავლებელთა გადამზადების ცენტრში ბევრი იმუშავეს, ტექნიკური დახმარების ჯგუფები სასწავლო დაწესებულებებში ძალიან მათთვის არასტანდარტულად მაქსიმალურად ამუშავდნენ და ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწიათ გაეღოთ იმისთვის, რომ კოლეგების უზრუნველყოფა ტექნიკური მომხდარიყო, მაგრამ არის მეორე ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც არათუ გამოცდილმა მასწავლებლებმა, არამედ ერთის მხრივ როგორც გამოცდილმა მასწავლებლებმა, მეორეს მხრივ ძალიან ბევრმა
არა უბრალოდ პირველი კურსის სტუდენტმა ან პირველი კლასის მოსწავლეებმა, არამედ უკვე სწავლების გამოცდილების მქონე ან მე-10 მე-9 კლასელმა თუ მე-3 კურსელმა თუ მე-4 კურსელმა ცოტა ძნელად მიიღო და ჩვენ როდესაც წლის სემესტრული პერიოდი მოდის ბევრს ელემენტარულად გაუჭირდა იმ შედეგის დადება რომელსაც საშუალოდ ელოდნენ მაინცა ამა თუ იმ მოსწავლისა და სტუდენტისგან აი ფსიქოლოგიური მომენტი მიმღებლობა ასეთი ტიპის სწავლებისგან აი ამ თვალსაზრისით როგორი ტიპის დასკვნები აქვთ ექსპერტებს და თუ არის გამახვილებული მაგალითად მათგან ყურადღება? დიახ, ხედია, ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, ხომ? ეს სიახლეა, რომელიც მიღებაც არ არის მარტივი, განსაკუთრებით ეს, ასე ვთქვათ, სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში იყო პრობლემური, რადგან მათ გაუჭირდათ ადაპტირება შექმნილ ვითარებასთან, ხო? მათ არ ქონიათ გამოცდილება არასდროს, რომ ონლაინ დისტანციურ რეჟიმში დასწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს და არ ქონოდათ ინტერაქცია თანაკლასელებთან, პედაგოგებთან და ასე შემდეგ. ეს ეხება ცხადია უმაღლესი განათლების პროფესიული განათლების საფეხურებსაც. განსაკუთრებით რისკის ქვეშ დადგნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ამ საკითხზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, რადგან თავდაპირველად, როდესაც დაიწყო ეს დისტანციური სწავლება, პირველი ასე ვთქვათ, შეზღუდვების ფაზაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ისთვის ადაპტირება და მორგება მათ საჭიროებებზე ამ მასალების საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფილი ვერ იყო, რადგან სხვა არის ფიზიკურ სივრცეში, როდესაც ტარდება გაკვეთილი და მასწავლებელს მეტი შესაძლებლობა აქვს ამისთვის და მეორეა, როდესაც ონლაინ სივრცეში ტარდება და ძირითად შემთხვევაში ჩვენი დაკვირვებით ეს იყო დამოკიდებული მასწავლებლის, ასე ვთქვათ, ნებაზე, მონდომებაზე, თუ გამოიყენებდა თუ არა ის დამატებით საშუალებებს იმისთვის, რომ ინკლუზიური განათლების პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო, ხო? ხადია, ეხლა ჩვენს დიდებსაც გვიჭირს სულ ასე ვთქვათ, ალბათ თქვენს ხვდებით სოციალურ სივრცეში, რომ ჩვენ ონლაინ შეხვედრები დასრულებსაც ძალიან გვიჭირს, საკმაოდ სტრესულია, ვერ ხედავ ემოციას, ვერ ხედავ განწყობას, ძალიან რთულია იაქტიურა ყველას განსხვავებული მიდგომა და საჭიროება აქვს ამ მიმართულებით გულისხმობ მოსწავლეებს და სტუდენტებს და ცხადია ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო. სტუდენტების შემთხვევაში, გასულთა შემთხვევაში ეს შეეხება განსხვავ ბევრისთვის არ არის ასე ვთქვათ მისაღები აქტიურობის ეს ფორმა, ანუ გამოხატოს თავისი ცოდნა, თავისი მზაობა, თავის მომზადება, მე უნივერსიტეტთანაც მიწევ შეხება და აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია პირადი სივრცის საკითხი, მაგალითად ის გარემოება, რომ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, რომელიც სხვა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე იყოს ჩართული და ყველა სჭირდება თავის სივრცე, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი, ან შუახატოვანი ჩართვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით გვაქვს. მოსახლეობის 20%-ს არ აქვს ხმა ინტერნეტზე, დაახლოებით 38%-ს არ აქვს კომპიუტერი, ანუ ყველა ეს პრობლემა ერთობლიობაში ცხადია, მათ შორის კრიზისიდან შექმნილი ფსიქოლოგიური ფაქტორი, დაკარგა ხალხმა სამსახური, დაკარგა შემოსავლის წყარო და ცხადია გაერო სხვადასხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სხვა თემებზე, სხვა საკითხებზე ნეგატიური ეფექტი აუცილებლად აისახება იმაში, რომ განათლების უფლება აღარ იქნება იმგვარად პრიორიტეტული პირობითად, როგორც იყო პანდემიამდე პერიოდში. ანუ სახელმწიფოები ნაკლებ რესურსს ჩადებენ განათლების უფლების მისაცვლელ განხორციელებაში და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ეკონომიკური საჭიროებების საკმაყოფილებაზე და მათ შორის მოსახლეობასაც გადარჩენის, ასე ვთქვათ, პრინციპით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს იმას, რომ ბავშვები იღებდნენ სრულყოფილ განათლებას და ვარაუდი არის ის, რომ გაიზრდება მათ შორის სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც შემდეგზე. გასაგებია, სამწუხაროდ ამის ნიშნები არის და თქვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული ის მკვეთრი პრობლემები დაასახელეთ, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენთან ისედაც ინკლუზიური განათლება ნელ-ნელა ფეხს იდგამდა კლასიკური გაგებით კლასიკურ სკოლებში და ახლა ონლაინ რეჟიმში ამ ყველაფრის გადალაგება არც ისე მარტივი გამოდგა, მაგრამ ასევე პრობლემური აღმოჩნდა იგივე სახელოვნებო სკოლები და სახელოვნებო პროფესიები უმაღლეს სასწავლებლებში და მათი დაუფლება. ამ მხრივ თუნდაც გამოსავლის თვალსაზრისით თუ არის რაიმე ახალი ტენდენციები გამოკვეთილი განათლების ექსპერტების მხრიდან და
რამდენად არის ის ფაქტი რეალური, რომ ზოგადად შეიძლება ადამიანების პრიორიტეტული სიიდან განათლება ამუარდეს, მით უმეტეს იმ სამყაროში, როდესაც განათლებას ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ დროს პარადოქსია, მაგრამ გვაქვს ტექნოლოგიური განვითარება. ამ თემებზე ოდნავ ვრცლად ჩვენ დაახლოებით წუთნახევარში გავაგრძელოთ 2 წუთში დიალოგი მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ გაბატონეკა. ახალი დილა, ახალი ინფორმაცია, ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, სოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. ყოველ სამუშაო დღეს, დილის 7 საათიდან დღის 12 საათამდე. ეს არის დილის არხი, რადიო იმედზე. 11 საათი და 31 წუთი გახლავთ დილის არხის ფორმატში. ჩვენ განვაგრძელოთ პირდაპირ ეთერში დიალოგს სახალხო დამცველის მოადგილესთან, ქალბატონ ეკა სხილაძესთან. და ქალბატონ ეკა, საინტერესო არის ის განათლების ის სფერო, ის მხარე და ის კონკრეტული სივრცე, რომელიც გულისხმობს და მოიცავს სახელოვნებო განათლებას, როგორც სასკოლოს, ასევე უმაღლეს და მით უმეტეს ალბათ უფრო პროფესიულს. სადაც დისტანციური სწავლების რეჟიმში განათლების ხარისხი მკვეთრად დაეცა და მკვეთრად მინიმალურ დონეზე დავიდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ონლაინ დისტანციური სწავლება მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა არ გულისხმობს ბევრი ისეთ სპეციფიურ მომენტს, რაც მაგალითად სახელოვნებო განათლებას გააჩნია. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ექსპერტებში ამ სამუშაო პერიოდის განმავლობაში ხომ არ გამოვლინდა რაიმე ახალი ტიპის ისეთი ტიპის ტრენდი, რომელიც დაგვეხმარება ამ მიმართულებით არსებული კოლაფსის აღმოფხვრაში? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ნამდვილად, განათლების სფეროში კიდევ შეგვიძლია რომ გამოვყოთ ცხადია როგორც ჯგუფები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე სფეროები, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა შეიძლება ამ დისტანციურმა ნეგატიური გავლენა იქონიოს დისტანციურმა სწავლებამ და ეს არის ცხადია პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლების ის დარგები, სადაც პროფესიული განათლების ელემენტებია წარმოდგენილი, მაგალითად, სადაც გვჭირდება ცდომა ლაბორატორიასთან, მასალებთან, არ ვიცი, შემოქმედებითი პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და ასე შემდეგ, რაც სახლის პირობებში ცხადია, როგორც მისი ათვისების, ასევე მის ცოდნის შეფასების, ასე ვთქვათ, ბერკეტები არ გააჩნიათ დაწესებულებას. ამ შემთხვევაში ალბათ იდეალური იქნებოდა მსჯელობა სწავლების შერეულ მეთოდებზე და მე გეტყვით, რომ არაერთი ქვეყნის, ასე ვთქვათ, პრაქტიკა წავიდა სწორედ ამ მიმართულებით, ანუ სწავლება რიგ ქვეყნებში იყო მთლიანად დისტანციური, მაგრამ რიგმა ქვეყნებმა გარკვეული, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სისტემის შეფასების თუ შემოწმების შემდეგ სწავლების შერეულ მოდელებს მიმართეს და რაც გულისხმობდა ეს. მაგალითისთვის გაგიზიარებთ ურუგვაის ასეთი საინტერესო პრაქტიკა ჰქონდა, სკოლები იყო ღია მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გარკვეული საჭიროებების და გამო ვერ ახერხებდნენ ონლაინ და დისტანციურ ჩართვას. ანუ მაგალითად ეს შეყოფილიყო სოციალურად შეჭიროებული ბავშვები, რომელთაც არ ჰქონდათ ცდომა საკომუნიკაციო საშუალებებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ანუ მათ ერთგვარად შეამცირეს ნაკადი სკოლაში, ასე ვთქვათ, ადგილზე გაკვეთილებზე დამსწრე, ასე ვთქვათ, მოსწავლეები. ამ შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება და გაეროს რეკომენდაცია ეს არის, რომ ჯანდაცვის სექტორსა და განათლების სექტორ შორის იყოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და გარკვეულწილად ეს ტენდენციების მუდმივი მიმოცვლა, რომ დაინერგოს სწავლების ეგრეთ წოდებული შერეული მეთოდი, რაც გულისხმობს დისტანციურად სწავლების იმ ელემენტების დარჩენას, რაც განათლების ხარისხზე ნეგატიურად არ აისახება და ფიზიკურ სივრცეში გადატანას იმ აქტივობების, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ სივრცეში ტარდებოდეს და ასევე ნაკადების შემცირებას, მართვას და პრევენციას. ანუ მე არ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად დისტანციური სწავლება არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტურად ვიბრძოლოთ. ცხადია, რისკების პრევენციით შესაძლებელია ეგრეთ წოდებული შერეული მეთოდების დანერგვა და თქვენს მოსაზრებას გავაგრძელებთ, რომ პანდემიამ ერთი მხრივ ძალიან ბევრი დაბრკოლება და გამოწვევა შექმნა, თუმცა ჩვენ საკმაოდ ჭკვიანები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პანდემიაში დავინახოთ ასევე შესაძლებლობები. და ეს შესაძლებლობა არის ის, რაც საქართველოში აქამდე დანერგილი არ ყოფილა, ინოვაციური ონლაინ სწავლების
მოდელები განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ან დამამთავრებელი კლასების საფეხურზე. უბრალოდ ამ მოდელს სჭირდება განვითარება, საბაზისო კვლევა და შეფასება, რამდენი სტუდენტი მოსწავლე ერთვება, რა არის მიზეზები, როგორ შეგვიძლია ამ მიზეზების, ასე ვთქვათ, აღმოფხვრა იმისთვის, რომ ყველა, ასე ვთქვათ, სტუდენტი ესწრებოდეს სასწავლო მასალის ადაპტირება, ანუ მე თავდაპირველად ვახსენე, არ შეიძლება ფიზიკურ სივრცეში და ონლაინ სივრცეში ერთი და იგივე კურიკულუმით ვასწავლიდეთ, ხომ? მჭირდება ამას ადაპტირება, მჭირდება სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული სამუშაოების შემოტანა, რაც ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი და რაც 1 საათის თუ 40 წუთის განმავლობაში მოსწავლის ჩართულობას, მაღალი ხარისხის ჩართულობას უზრუნველყოფს და ცხადია პედაგოგების, პროფესორების გადამზადება, მათი მსაობის, ასე ვთქვათ, შექმნა იმისთვის, რომ ონლაინ სწავლება სჭირდება თავისი მეთოდიკა და ტექნიკები. ეს არ არის მარტივი პროცესი და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი როლი, რომელსაც ისინი მეტნაკლებად ასრულებდნენ მხარვეზებით, თუმცა მაინც ასრულებენ საბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის მიმართულებით და ცხადია, როდესაც ეს ყველაფერი ონლაინ სივრცეში გადავიდა, გაცილებით რთული გახდა სკოლის ამ ფუნქციის შესრულებაც, ხო და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ონლაინ სივრცეში როგორ შეიძლება ბავშვის მიმართ ძალადობის უგულებელყოფის თუ სხვა პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე სკოლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება. დიახ, ხალბატონო ეკა, ზოგადად, როდესაც კლასში თუ აუდიტორიაში იმყოფებიან მოსწავლეები თუ სტუდენტები, ძალიან ბევრ მასწავლებელს უჭირს ხოლმე ფიზიკურად იგრძნობა, მაგრამ გონებრივად სხვაგან ყოფი ბავშვების ჩართულობა და მათი გააქტიურება და ამ დროს რაოდენ დიდ სირთულესთან არის ეს დაკავშირებული, როდესაც დისტანციური სწავლებაა და მით უმეტეს თუ კამერა გამართულია და ვერ ახერხებს, ასე ვთქვათ, კონტროლს და მისი ჩართულობისთვის მასწავლებელს კიდე დამატებითი უნარების გააქტიურება უწევს ხოლმე. და ამ ხრივ მართლაც სერიოზული შეწოლა მასწავლებლებსა თუ ზოგადად ლექტორებზე. და რაზეც თქვენ საუბრობდით, სწავლების შერეულ მეთოდზე, სახელოვნებო სწავლების ნაწილში, როგორც მე ვიცი, ჩვენთან შემოდგომის დასაწყისშივე ამაზე ძალიან ბევრი იყო საუბარი, ხმამაღალი და ხშირი და მგონი ასეც არის ჩვენთან ამოქმედა ეს, თუმცა ახლა როდესაც ციფრები ინფიცირებულთა მატულობს, შეიძლება ეს რეალობაც, ასე ვთქვათ, ქართულ და შერეული სწავლებისა და დაუბრუნდეთ ახლა იმ ნაწილს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში, 21 საუკუნისთვის ცოტა არ იყოს უცნაურ, გაუგებრად, მაგრამ რეალური პრობლემის წინაშე შესაძლო დადგომას უკავშირდება ექსპერტების მხრიდან, ეს არის ის, რომ შესაძლოა განათლება აღარ იყოს უკვე ისეთი პრიორიტეტული ზოგადად რიგითი მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოებისთვისაც და პირველადი მოთხოვნის ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე გადაერთოს ეს ყველაფერი. თუ წავიდა ამ მიმართულებით ეს ერთ-ერთი ცუდი სცენარია და თუ წავიდა ამ მიმართულებით ეს ყველაფერი, თქვენ როგორც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანს აქვს ბევრი უფლება, რომლის დაცვისკენაც მივისწრაფით, ხო? და ამ უფლებებში ალბათ ერთ-ერთი არის განათლების უფლება, თავისუფალი მოქალაქისა, ხო? მინიმუმ რამდენად შესაძლებელია ამ თანამედროვე სამყაროში განათლების უფლების შეზღუდვა და ხომ არ მიგვიყვანს ასეთი მიდგომა და ხედვა საბოლოოდ იქამდე, რომ იგივე განათლებაც იქნება, ასე ვთქვათ, რჩეულთა და ფინანსურად მხოლოდ უზრუნველყოფილთა ხვედრი. დიახ, მოდით მსმენელისთვის აუცილებლად ვთქვათ, როგორც თქვენ ახსენეთ, განათლების უფლება არის მნიშვნელოვანი, ეს არის ცალკე მდგომი, ცალკე აღებული უფლება და მჭიდრო კავშირი აქვს ცხოვრების ძალიან ასპექტთან და სფეროსთან. იქნება ეს დასაქმება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობები, განვითარება და ასე შემდეგ. ანუ განათლების გარეშე ეს ყველაფერი ვერ მიიღწევა და ვერ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ პროგნოზებს, ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყნების, ანუ სახელმწიფოების ძალისხმევა მიმართული იქნება სხვა სფეროებში, მაგალითად ჯანდაცვის საჭიროებების, პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ეკონომიკურ საჭიროებებზე და ვარაუდი არის, რომ დაფინანსება საგანმანათლებლო სექტორის შემცირდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, რაც ხადია აისახება ყოველთვის ინფრასტრუქტურაზეც, ხარისხზეც და იგივე
აკადემიური პერსონალის დასაქმების მაჩვენებელზეც და მეორე მიმართულება რაც გულისხმობს სკოლის მიტოვების ან სწავლის მიტოვების მაჩვენებლის ზრდას ეშობა უმაღლეს განათლებასაც ეხებოდა ეს ცხადია პირდაპირ დაკავშირებული იქნება ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში ეს პრობლემა, შრომაში ჩართული ბავშვები, ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების მსხვერპლი ბავშვები ხშირ შემთხვევაში ტოვებენ განათლების მიღებას. მაგრამ ყველაზე დიდი და წამყვანი მიზეზი განათლების მიტოვების არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხშირად ბავშვთა შრომაში გარდაიქმნება ხოლმე, ასე ვთქვათ, ბავშვთა შრომის მიზეზით ხდება ხოლმე სკოლის მიტოვება. სახალხო დამცველის როლი როგორი იქნება ამ პროცესში? და მეორე ასპექტი არ უნდა დაგვაუწყდეს აუცილებლად, განათლება არ შეიძლება იყოს ფორმალური. ანუ ბავშვი გაკვეთილს ესწრება, ეს არ არის განათლების უფლების განხორციელება დამეთანხმებით, განათლება უნდა იყოს ხარისხიანი. ანუ ონლაინ იქნება დისტანციურ შერეული მეთოდი თუ როგორ საქართველოში უნდა იყოს განათლება ხარისხიანი და ეს არ უნდა იყოს ფორმალური ჩართულობა, მაგალითად როგორც ხედავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევაში ხშირად ისინი ფორმალურად არიან ჩართული, ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. სახალხო დამცველის როლი ამ მიმართულებით არის შემდეგი და ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ უკვე შევისწავლოთ ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ანუ როგორ მიმდინარეობს დისტანციურად ინკლუზიური განათლება საქართველოში, ამის შესწავლას გეგმავთ ჩვენ სიღრმისეულად მონიტორინგის განხორციელებას და მეორე მხრივ ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს სკოლის მიტოვების მაჩვენებელს თუ ასე ვთქვათ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების შემთხვევაში თუ როგორ ხდება მათი საჭიროებების დაკმაყოფილება იმისთვის რომ ისინი იყვნენ ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. ანუ სახალხო დამცველის როლი არის ის რომ მან თვალყური მიადევნოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და ამ ღონისძიებების შესაბამისობას მოსახლეობის საჭიროებებთან, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენ მოქმედებთ ისე, რომ არ გვაქვს შესწავლილი საჭიროებები. მაგალითად, ზოგადი სტატისტიკის გესაუბრებით მეც ეს სახალხო დამცველის მანდატი არ არის, თუმცა საბაზისო საჭიროებები. როგორ ერთვებიან ბავშვები და მოსწავლეები, სტუდენტები ამ პროცესში? რა არის მათი გამოწვევები? ვინც არ ერთვება იმათი გამოწვევები რა არის და ვინც ერთვება რამდენად სრულფასო უნდა დაახერხებს ჩართვას? აი ესეთი საბაზისო კვლევების ჩატარება არის აუცილებელი და ამ საბაზისო კვლევებზე უნდა დაშენდეს შემდეგ ყველა ის ღონისძიება, რასაც სახელმწიფო გაატარებს. ეს უნდა იყოს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მიმართებაშიც აუცილებლად გამართლება. გასაგებია თქვენი ხედვა და ქალბატონო ეკატერინე, ჩვენ დიალოგის მიწრულს თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი პირადი მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და იმედი მაქვს რომ გამართლდება ეს ინფორმაციები ვაქცინასთან მიმართებაში, რომ მაისისთვის ვითარება რადიკალურად შეიცვლება დადებითი მიმართულებით და იმედი ვიქონიოთ რომ უკვე მომავალი წლის შემოდგომა სასწავლო სეზონი დაიწყება კლასიკურ რეჟიმში პანდემიის გარეშე. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება დარჩეს განათლების აქტიურ ნაწილში დისტანციური სწავლების მეთოდი და რეჟიმი, რომელიც ამასობაში უკვე გარკვეული ევოლუციასაც განიცდის? ჩვენ ყოველთ ახდებთ რომ მოგვიწევს ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ცხადია ძალიან დიდი მოლოდინით ვარ განწყობილი ვაქცინის მიმართ, იმის მიმართ რომ საქართველოში შემდეგ გაცილებით უფრო დასტაბილურდება ვითარება და შეგვეძლება ჩვეულ ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ ჩვენი მუშაობის თუ განათლების მიღების, თუმცა მე ვფიქრობ რომ ინოვაციური მეთოდები განათლების სისტემაში არის აუცილებელი და გადამწყვეტი და ონლაინ დისტანციური სწავლების გარკვეული ელემენტების დატოვებას განათლების სისტემაში მე პირადად მივესალმები, რადგან ეს განაპირობებს ასე ძალიან მოქნილს ხდის სისტემას, მაშინ ცხადია, როდესაც არსებობს შერეული მეთოდი და არა, ასე ვთქვათ, ერთპიროვნულად ერთიანი მიდგომა, ხო, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც განათლების უფლებაზე ვსაუბრობთ. თუმცა ეს ძალიან, ასე ვთქვათ, კარგ პირობებში საკმაოდ ეფექტური შესაძლებელი იყოს დანახარჯების შემცირების, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის, გარკვეული ინოვაციური, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ტელეხიდების აწყობის ამ პრაქტიკის გაღრმავების თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა დადგეს იმ გზაზე, როდესაც ის განსაკუთრებით სწავლების ისეთ საფეხურზე როგორც შეიძლება იყოს უმაღლესი განათლება, გარკვეულ ელემენტებს დისტანციური ონლაინ განათლებისა დაიტოვებს, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშემწყობი, მე ვფიქრობ, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის. თუ ის განვითარდება და ცხადია მოერგება ციფრული სამყაროს გამოწვევებს უპასუხებს.
გასაგებია. დიდი მადლობა ქალბატონიკა დიალოგისთვის. რადიოს მსმენელს ვეთქვი, რომ სახალხო დამცველის მოადგილეს ქალბატონიკა სხილაძის გავესაუბრეთ და მისგან მოვისმინეთ მსოფლიოს ექსპერტების მხრიდან გაკეთებული ანალიზის არც თუ ისე დიდად დამოიმედებელი განათლების კუთხით ანალიზის შედეგები, რაც მოიტანა პანდემიამ და დისტანციურმა სწავლებამ. რა თქმა უნდა, მას გააჩნია თავისი დადებითი მხარეები, თუმცა იმ უარყოფით შესაძლო შედეგებზე ვისაუბრეთ, რაც შეიძლება უკვე დაგვიდგეს ასეთი ტიპის განათლებიდან გამომდინარე, თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ დისტანციური სწავლება მართლა განიცდის ევოლუციას, განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდშიც ალბათ ზოგადად თანამედროვე განათლების სისტემაში დისტანციური განათლება უფრო დიდ ადგილს დაემკვიდრებს, ვიდრე მას აქამდე ჰქონდა დათმობილი. მოკლედ, ახლა უკვე სპორტული სიახლეების გამოშვების დროა ისევ პირდაპირ ეთერში კახა გელაშვილს მოვუსმინოთ და როგორც კი გაგაცნოთ სპორტის სიახლეებს, სრულ საათზე თამარ კირკიტაძე მოგვითხრობს თუ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში, მე კი მოგვიანებით საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ახალი დილა, ახალი ინფორმაცია, ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, ცოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. ყოველ სამუშაო დღეს, დილის 7 საათიდან დღის 12 საათამდე. ეს არის დილის არხი, რადიო იმედზე.